ნარუჯა და ლაითური ერთმანეთის გვერდით მდებარეობს. სურათი ორივე დაბაში თითქმის ერთნაირია. ხელისუფლებას მეტ თანადგომას თხოვენ და ცდილობენ თავიანთი გასაჭირის სიღრმეში ჩაგვახედონ. ნარუჯაში ლაითურის მსგავსად პრობლემაა წყალი, თუმცა რამდენიმე რაიონში ამ მხრივ მცირედი სიახლეებია, რასაც ნარუჯელები ხელისუფლებას არ უკარგავენ. როგორც იქნა დაადგა ხაშველის კეთება, კარგია. წყლები არის მოსული და ახლა იმასაც გამენ სოჩიკებს და გონია ვეღირსება რაცხა. კია გაკეთებული, მაგრამ როგორც ასეთი ჯერ სუფრად შემოსული არის, მაგრამ ჯერ მოსახლეობას არ გვაქვს ფინანსური დახმარებები, რომ მოსახლეობამ გავაკეთოთ წყალი და გამოგვიშვან. თორე კია მოსული. რთული სანახავია აქაური გზაც, რომელიც დიდი ხანია არ გარემონტებულა. ხედავ გზას, რას გავს. დანარჩენი რაღა გილაპარი. რომ ჩვენ ბარგით ახლა მაშინ კი იყო ასფალტი. კაი ასფალტი იყო დაგებული, მაგრამ მას მე აქ რემონტი არ ჩატარებულა, არ გაკეთებულა და კი ვართ ასე ატარახში, ბაღნები, სკოლა. გზები გასაკეთებელი, გზებით ლაობენ, და წყალი ქონია, გზა არ ქონია. იგი საჭიროა და იგი სოფელში. მრავალბინიანი სახლების სიმრავლის გამო აქ ითხოვენ გადასახური მასალის მიწოდებასაც. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცირედი დახმარების შემთხვევები, ჯერჯერობით პრობლემა სანახევროდაც არ აღმოფხვრილა. სახურებების ბევრი სახურები აღარ გვანობაში ასეა. აგიატრიჩეში დაუხურეთ, მაშინ აქეთ ვიყავ ბინებში მეხაზევით. და შემორჩა ის ადრინდელი. დანარჩენი სულ აგდეჭდება სახურებები. სახურავს არ კაი შევეშვით. მე თვითონ ეზავ, კაი შეფეთო გაწყდება. აი სინკარია პრობლემა. კრანს მევიყო და ჩამევიღებ თუ. რა ნიჭდება 500 ლარი. ტაბის დახურვა ჯდება 200 ლარი. ჩამოვალე დაეცეს ვიღაცას პასუხებად ვინამეთი უთხარი და რაღაცას ვიზავთ, ადგილები გამგვევბავ. საგაზაფხულო სამუშაოების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ხვნად თესვის ხარჯებიც. გარდა იმისა, რომ ფართობების დამუშავებას ადგილობრივებისთვის ძნელად მოსაპოვებელი ფინანსები სჭირდება, მცირეა თავად ამ ნაკვეთების ფართობიც. ნარუჯელები მათი დაბის ირგვლივ დაუმუშავებელი მიწის მცირე ნაწილის გადმოცემას ითხოვენ, რათა ხვნად თესვას მოსავლის რაოდენობის თვალსაზრისით მათთვის აზრი მიეცეს. ელემენტარული მიწაც არ გვაქვს, ისე ვართ უმიწოთ რომ მე არ ვიცი აგე ხია შესყიდული მიწები და ჩვენ მიწა არ გვაქვს ვენატრე. მაინც იმდენი მიწა ჰქონდეს, ერთი 1000 და 1500 მეტრი მიწები ეზოზე საცხა მოუგციან ყველა ადამიანს რომ რამე ხომ უნდა მირჩიოს პატარა ბოსნები, აგერ ეზოები, ჩვენი ეზოები დავუღობთ. ჩვენი არაო და ჩვენ ნებართვას არავინ არ გვაძლევს და ალბათ აგვიჭერენ მაგის გულიზა რო გევიდეთ და დაგვაპატემრებენ. თქვენ არ გეხებათ აი თქვენი მიწა არაო, აი ოპიტისაო, ისო ანასეულის მიწაო და ჩვენ კი ვართ ასე. რთულია მატერიალურ პრობლემებთან გამკლავება, მაშინ როცა უმუშევრობა ყველა ნარუჯელი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. დასაქმებული არავინ არაო. ყველა ეძებს სამუშაოს, ყველას უნდა, მაგრამ სადაა? რა უნდა გახვიდე და რითი უნდა იმუშაო და რა აქ ისეთი რაიონი ვართ, მაგალითად ეს მე-6 რაიონი ისეთი ადგილია, რომ რაზენა დავსაქმეთ, არაფერი საქმე არ გვაქვს. მე მაგალითად არც ბიჭი მყავს, არც იგი მყავს გოგო, რომ გუშვა ან სადმე და რაცხა მომიტანოს და ვიჭაბოთ და ვათ ერთი თორქმაი და კი რაცხას. ნარუჯასა და ლაითურისთვის როგორც ტერიტორიულად, ისე პრობლემების მსგავსებით ერთმანეთთან დაკავშირებული დაბებისთვის ალბათ ერთად დაიწყება რეაბილიტაციის პროცესი, მაგრამ იმედია, რომ ეს მალე მოხდება.